განცხადებითაც გამოძიების წინასწარი მონაცემებით თავდასხმა სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს მოწყობილია. ათათურქის აეროპორტმა მუშაობა გამთენისას ნაწილობრივ განაახლა, თუმცა რამდენიმე კომპანიამ რეისები დროებით შეაჩერა. ამ დროისთვის გარდაცვლილ რაოდენობა 36-ს აღწევს. მათი სიცოცხლე 3 თვითმკვლელმა ტერორისტმა იმსხვერპლა. დაშავებულთა უმრავლესობას მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. გამოძიების ინფორმაციით ტერორისტული თავდასხმის უკან ისლამური სახელმწიფო დგას. აეროპორტმა მუშაობა გამთენისას 3 საათისთვის განაახლა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაშავებულთა შორის. უცხოეთის მოქალაქე ვრცელდება კადრები, სადაც დაჭრილი ბავშვები ჩანან. აფეთქების ადგილზე შეზღუდულია მედიის მუშაობა. ჟურნალისტებს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ქალაქის მერმა, რომელიც ასევე მივიდა აეროპორტში. პერიმეტრზე მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები. მომხდარის შესახებ დეტალებს იხსენებენ თვითმხილველები. ძალიან ძლიერი აფეთქება იყო, ამბობენ, რომ მას წინ უძღოდა სრულად, თუმცა მე ის არ გამიგია. აფეთქების მომენტში შიდა ფრენების ტერმინალთან ვიყავი, დაშავებულები კი საერთაშორისო ფრენების მგზავრები არიან. დაჭრილები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მათ საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, გამოძიება უკვე დაწყებულია და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას. თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს უკვე მოყვა საერთაშორისო გამოხმაურებები. პირველი სამძიმრის წერილი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა შეერთებული შტატების სახელით გამოაქვეყნა და დაგმო ტერორისტული თავდასხმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გახშირებულ ძალადობრივ აქტებზე გაამახვილა ყურადღება. კომენტარები გაკეთდა ბრიუსელში ევროპელი ლიდერების მხრიდანაც. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ჩასულმა დევიდ კემერონმა კი მომხდარის ფონზე პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა დანარჩენ ევროპასთან ერთად განაგრძობს უსაფრთხოების კუთხით მუშაობას. თურქეთს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა. ჯერ ისევ ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვარ და ვცდილობთ გავიაზროთ რა მოხდა. უნდა დადგინდეს ვინ არის ამის ორგანიზატორი. ამიტომ ვთვლი, რომ უპირველესი გამოწვევა სწორედ ძალადობრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაა. ჯერ არ ვიცით, ვინ განახორციელა ეს საზარელი ტერაქტი. ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. მინდა ვუთხრა თურქ ხალხს, რომ მათ გვერდით ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.